რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული პროექტებისა და იმ წიგნების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც ამ სააგენტოს მიერ გამოიცა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო რელიგიური თემების ურთიერთობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. პრეზენტაციას საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა რელიგიური თემების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Leanობაში ეს წარმოდგენილი პუბლიკაციათა სერია არის 4, რაც გულისხმობს თანამშრომლობას ერთმანეთთან, მე რელიგიებს გულისხმობ და რელიგიებს და სახელმწიფო მიმართებაში, რაც შეუწყობს ერთის ცნობიერების ამაღლებას და მეორეს ამ სფეროში ევროპაში და რეგიონში და სამეზობლოში არსებული გამოწვევების განეტალიას. ხშირი შეხვედრები ერთმანეთთან აზრის გაზიარება, სოლიდარობის გრძნობა, საერთო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი ზრუნვა არის საგანგებო მნიშვნელობის თემა და ძალიან კარგია, რომ საბჭო ამას პერიოდულად ამ საკითხს განაახლებს, შეკრებებს აწყობს. ამგვარი შეხვედრა არის ერთადერთი გზა მშვიდობიანი თანაარსობობისაგან, ამავე დროს იმგვარი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისაგან, სადაც ჩვენ ყველას თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა ერთება საშუალება თავისუფლად გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი.